ბოლნის სისხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნის სისხმა პროექტ მისი ხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელ ჩვენს გადაცემაში ვიქნები მხოლოდ მე და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ირანში თეირანის უნივერსიტეტში სტუდენტი ქალი დააკავეს მას შემდეგ, რაც ის ნაწილობრივ გაშიშვლდა უნივერსიტეტის კამპუსში. ამის შესახებ პირველებმა განაცხადეს ირანულმა ტელეგრამის არხებმა და უფლებადამცველებმა მათ ინფორმაციით უშიშროების სამსახურების თანამშრომლების სტუდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო. სოციალურ ქსელებში ასევე წერენ, რომ უშიშროების ძალებმა და პროსამთავრობო ახალგაზრდული ორგანიზაცია ბასიჯის წარმომადგენლებმა დაკავებულს ტანსაცმელი შემოახიეს, თუმცა ზოგიერთი თვითმხილველი ამტკიცებს, რომ სტუდენტმა ტანსაცმელი თავად გაიხადა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სტუდენტი პოლიციაში წაიყვანეს და მასთან შეწყდა კონტაქტი. ამასთან უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თქვა, რომ დაკავებული ფსიქიკურად დაავადებულია და ის კლინიკაში გაგზავნეს. სტუდენტის ვინაობას არ იტყობინებიან და ის უცნობია ამ დრომდე. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ირანში ადამიანის უფლებათა საკითხებზე განაცხადა, რომ იგი ყურადღებით აკვირდება თეირანში მომხდარს. უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და ადვოკატთან და ოჯახთან ხელმისაწვდომების გარანტია მოითხოვა. აპრილში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა გამოაცხადა ქვეყანაში ახალი სამართალდამცავი სააგენტოს შექმნის შესახებ, რომელიც ქალებისთვის ითვალისწინებს მკაცრი ჩაცმულობის კოდექსის დაცვას. ეს განცხადება მოჰყვა ცნობებს, რომ ირანის ხელისუფლებამ ბოლო დღეებში გააძლიერა მორალის დაცვის შემოწმება, რომლის ფარგლებშიც, როგორც ფოტოები მოწმობს, რეიდების მონაწილეები ქალების მიმართ ძალადობენ. 2022 წლის სექტემბერი რომ გავიხსენოთ, ირანში სტუდენტი ქალი მაჰსა ამინი გარდაიცვალა. მორალის პოლიციამ იგი ჰიჯაბის არასწორად ტარებისთვის დააკავა. მოგვიანებით კითხვა, რომ ქალიშვილს გულის შეტევა ჰქონდა. ამის ახლობლები ამტკიცებენ, რომ მას პოლიციელებმა სცემეს და იგი ამის გამო გარდაიცვალა. ამინის სიკვდილის შემდეგ ირანში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. საპროტესტო აქციები გაგრძელდა რამდენიმე თვის განმავლობაში და ირანის კონსერვატიული ხელმძღვანელობისთვის ბოლო 10 წელების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა. ასობით ადამიანი დაიღუპა შეტაკებებში, ათასობით დააპატიმრეს და რამდენიმე მომიტინგე სიკვდილით დასაჯეს. გასული წლის ოქტომბერში ირანში გარდაიცვალა 17 წლის არმიტა გერვანდი. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მან ტრავმები მიიღო ჰიჯაბის უქონლობის გამო დაკავებისას. ოფიციალური ვერსიით, გერვანდას თეთრანის მეტროში უცებ დაუვარდა წნევა. გონება დაკარგა, წაიქცა და მიიღო ტვინის ტრამვული დაზიანება, რამაც გამოიწვია ჰიპოქსია და ცერებრალური შეშუპება. ქალიშვილი საავადმყოფოში მოათავსეს და მან გარკვეული პერიოდი კომაში გაატარა. ზოგადად ქალების ყოფაზე ირანში რომ ვისაუბროთ, ყველა ძალიან კარგად ვიცით, რომ მათ ძალიან რთული დღეების გავლა უწევთ იქ, რადგანაც მორალის, ეგრეთ წოდებული მორალის პოლიცია ძალიან მკაცრია ქალებისადმი, ქალების ყველანაირი ქცევისადმი, მათი ჩაცმულობის, მათი ქუჩაში გავლის, ჰიჯაბის ტარების, მათი საქციელის მიმართ ისინი ძალიან მკაცრები არიან. 2 წელი შესრულდა მასვე, რაც მაჰსა ამინიმ ახალგაზრდა ირანულმა ქურთმა ქალმა უდიდესი საფასური გადაიხადა თავსაფრის არასწორად ტარებისთვის და მისი სიცოცხლე დაუჭდა ეს ყველაფერი. ამ ყველაფრის შემდეგ დაწყებული პროტესტი, რომლებსაც იქ ქალები გამოხატავენ, ძალიან ბუნებრივი არის მათგან. საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ყველაზე საოცარი შედეგი კი ის იყო, რომ ადამიანთა შორის თანადგომის მზარდი გრძნობა გაჩნდა. თუ კი ადრე გავლენებს შეიძლება არ მიექციათ ყურადღება ქალისთვის, რომელსაც ვინმე მკაცრად მოუწოდებდა თმა დაეფარა, დღეს მას ეხმარებიან, გვერდში უდგანან. ხალხს მეტი თანაგრძნობა გაუჩნდა ერთმანეთის მიმართ. 2022 წლის საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც დღითიდღე ფართოვდებოდა, მთელ ირანს მოედო. ქალაქებსა და სოფლებში ქუჩაში გავიდა ყველა ასაკის კაცი და ქალი, განსაკუთრებით ახალგაზრდები და მოზარდები. გამოსვლების სასტიკად ჩაახშეს ოსლოში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა ჯგუფის შეფასებით უშიშროების ძალებმა 500-ზე მეტი დემონსტრანტი მოკლეს. სულ ცოტა 10 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს არეულობების დროს უშიშროების სამსახურის თანამშრომლებზე თავდასხმებში სავარაუდო მონაწილეობისთვის. დღეს ჩვენი მხრიდან, როდესაც ამ ყველაფერს ვუყურებთ, ჩვენთვის ძნელია, მაგრამ მათთვის, ვინც ამ ყველაფერს გადიან, კიდევ უფრო ძნელი არის და ჩვენ ალბათ აქედან კიდევ ერთხელ რაც შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ეს არის რომ ვუსურვოთ მათ იმ თავისუფალ გარემოში ცხოვრება, სადაც მათ უბრალოდ აი ამ ჰიჯაბის ტარებაზე მათი სიცოცხლით არ მოუწევთ ამ ყველაფრის გადახდა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს, რომ იყო ჩვენთან და გვისმენდით. მართალია დღეს ძალიან მძიმე თემაზე ვსაუბრობდით, მაგრამ ბოლოსთვის მინდა ჩემი მეგობარი თეთრი კარველები დაგიტოვოთ, ოდნავ მხიარულ ნოტაზე დავამთავროთ ჩვენი გადაცემა.
მოусმინდეთ ჩვენს საყვარელ მეგობრებს თეთრი კარვიდან. მე დღეისთვის გემშვიდობებით და წარმატებულ კვირას გისურვებთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეთერშია თეთრი კარავი. მე ვარ მსახიობი ეკა ჩხეიძე და თქვენი თხოვნით რამდენიმე გადაცემას მე გავუძღვები. დღეს ორი ძალიან საინტერესო და წარმატებული ქალბატონი გვეყოლება სტუმრად. ისინი თავად გვიამბობენ იმაზე, თუ რა სირთულეების და წინააღმდეგობების გადალახვა დასჭირდათ, რომ საბოლოოდ თავიანთი ნამდვილი ადგილი ეპოვათ ცხოვრებაში. ქალბატონი მარინა და ქალბატონი ნინო არიან დღეს ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით. მოგესალმებით, ძვირფასო მსმენელებო. აბა რომელი დაიწყებთ? სანამ ჩემს თავზე რამეს ვიტყოდე, ქალბატონო ეკა, მინდა გითხრათ, რომ თქვენი დიდი თაყვანისმცემელი ვარ და მგონი ყველა სპექტაკლი მაქვს ნანახი თქვენი მონაწილეობით. დიდი მადლობა. მე მქვია მარინა, ვარ 46 წლის. ახლა რასაც მოვყვები, ბევრ ქალს აქვს მსგავსი ისტორია, მაგრამ ყველას არ შეუძლია, რომ საკუთარ პრობლემებზე ხმამაღლა ილაპარაკოს. მოკლედ, ცოლად ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს გავყევი. რაც 25 წლის წინ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. რა თქმა უნდა, ძნელია კარგი ოჯახის შექმნა ადამიანთან, რომელსაც ნორმალურად არც კი იცნობ, მაგრამ ყველანაირად ვცდილობდი, კარგი ურთიერთობა გქონოდა. უბრალოდ, როდესაც მივხვდი, რომ ჩვენი ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი არ ქონდა, ყველაფერს წერტილი დავუსვი და გავშორდი. ეს ნაბიჯი ჩემმა ოჯახმა ძალიან მტკივნეულად მიიღო. ეხლა წარმოიდგინეთ, ტრადიციულ პატარა ქალაქში ცხოვრობ და ქმარს გაშორებული შვილი უკან გიბრუნდება, თანაც პატარა ბავშვით. წარმომიდგენია. ამ დროს შეიძლება დაუმსახურებელი ტალახიც გესროლონ, გაგლანძღონ და ასეც იყო სხვათა შორის. როცა ჩემი ბავშვობის მეგობრებთან, ჩემს კლასელებთან ისევ მომინდა აქტიური ურთიერთობის გაგრძელება, მათგანაც კი რაღაც დისტანცია ვიგრძენი. მე კი ჩემი ყურით გავიგონე ერთ-ერთის დედისგან, მაგასთან ერთად თუ ივლი ქუჩაში, რასაც მაგაზე ამბობს ხალხი, შენზეც იგივე სიტყვიანო. ამის მერე მე თვითონ ვთქვი უარი მათთან მეგობრობაზე. შეიძლება მეც ჩავერთვები, რაღაც გამახსენდა. კი, აბა რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. სკოლაში მეც მწარედ მახსოვს, ახლა კი მეცინება, მაგრამ ერთი ხუთოსანი კლასელი ყავდა ყველასთვის სამაგალითო. ყველა დაფაზე მისი სურათი ეკიდე დიდი ბაფთით და ხელში წიგნებით. ისე ცოტა კი მშურდა, მაგრამ მეგობრობდი და ძალიან მიყვარდა და ერთ დღესაც მეუნება ჩემთან მეგობრობა თუ გინდა 4-ოსანი მაინც უნდა იყოო და 60-თან მოკლედ ვეღარ ვიმეგობრებო. მერე რამდენი წლის იყავი? რა ვიცი, ესე 10-11-ის ვიქნებოდი. იზღამე თეთრად გავათენე ფიქრებში. პირველად იყო რომ რაღაცაზე ვიდარდე და ბევრი ვიფიქრე. მეორე დილას კი დედაჩემს ვუთხარი, მათემატიკაში ძალიან ჩამოვრჩი და დახმარება მჭირდება მეთქი. იმავე საღამოს გამაქანა ჩემს მათემატიკოს ნათლიასთან და ბევრი რომ არ გავაგრძელო, წლის ბოლოს უკვე ყველა საგანში ფრიადები მყავდა. ჩვენ დროს ხომ გახსოვთ, 5-ბალიანი სისტემა იყო, მოკლედ მეც 5-ოსანი გავხდი. ყოჩახ. და მე ისევ გააგრძელა 5-ოსანმა თქვენთან მეგობრობა? არა, მე აღარ მომინდა. ისე ვინ იცის, იქნებ ზოგჯერ ასეთი ადამიანები იმიტომ ხვდება ჩვენი ცხოვრების გზაზე, რომ უკეთესობისკენ შევიცვალოთ. კი, არის მაგაში რაღაც ჭეშმარიტება. ბოდიში რა რო ჩაგეჭერით. არა, პირიქით, ძალიან საინტერესო რაღაც მოყევით. ვაგრძელებ ჩემს ისტორიას. მოკლედ, დავბრუნდი ჩემს მშობლებთან და ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ საკუთარი ბედნიერებისთვის ბოლომდე მებრძოლა. პირველ რიგში კი ჩემი შვილისთვის, რა თქმა უნდა, რადგან მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ბედნიერი და მომღიმარი დედა. ნამდვილად ასეა, გეთანხმებით. ცხოვრებაში ჩვენ რაც არ უნდა რთული პერიოდი გქონდეს, ამის გამო ბავშვები არ უნდა დავთრგუნოთ და დავაკომპლექსოთ.
მალე ჩვენს პატარა ქალაქში ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით ჯერ კომპიუტერის შემსწავლელი კურსები გაიხსნა და რა თქმა უნდა პირველი მე ჩავეწერე. მერე კი სხვათა შორის ამერიკიდან მოწვეული ქალბატონი კვილთის შექმნის ხელოვნებას ასწავლიდა და იქაც გავწევრიანდი. თან მთხოვე თუ შეიძლება ჩემი შვილიც რომ ვატარო წყნარი ბავშვია და არ შეგაწუხებთ მეთქი. არ მინდოდა მოწყენილი მჯდარი იყო სახლში ჩემს ბოლოდინში. რას ქვია შემაწუხებსო, აუცილებლად მოიყვანეო. რას ვიფიქრებდი რომ ქალბატონი მარჯი ჩემი 6 წლის გოგონასაც დააწყებინებდა კვილთის კეთებას. ისეთი სიყვარული თუ ხსნიდა, როგორ უნდა შეეკერა ნაკუწებისგან პატარ-პატარა რაღაც გადასაფარებლები, ისეთი კარგი იყო, ისეთი რუდუნებით, რომ ჯგუფში 6 ქალი ვიყავით და ჩემმა პატარამ ყველაზე მალე აუღო ალყო. თავიდან ჩვენი ნამუშევრების რეალიზაციაში ყოველს ქალბატონი მარჯი გვეხმარებოდა, მერე კი ინტერნეტში ჩემი გვერდი გავაკეთე, შეკვეთებით წამოვიდა და წამოვიდა. ძირითადად უცხოელები ინტერესდებოდნენ და მას მერე 20 წელზე მეტი გავიდა და დღეს უკვე მე და ჩემს ქალიშვილს დედაქალაქში ჩვენი სახელოსნოც გვაქვს და ბინაც ვიყიდეთ, რა თქმა უნდა. ჩემი ისტორია იმიტომ მოგიყევით, რომ გაგამხნევოთ ყველა ის ქალი, რომელსაც უხეირო ქმარი ყავს და მასთან დაცილების და დამოუკიდებლად ცხოვრების ეშინია. ნუ გეშინიათ ქალებო, ნუ გეშინიათ. იყავით თამამები და ისწავლეთ. ერთ ადგილას ნუ გაჩერდებით. აი დარწმუნებული ვარ, რომ ყოველთვის შეძლებთ თქვენი ცხოვრების შეცვლას უკეთესობისკენ. მე ახლა თავად ვასწავლი კვილთის შექმნის ხელოვნებას და მაქვს ფასიანი ჯგუფები. მაგრამ ყველა ჯგუფში 2 უფასო ადგილი მაქვს, რომ სხვებსაც, ვისაც ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, შევასწავლო ის საქმე, რამაც მე გადამარჩინა და მერე კი წარმატებაც მომიტანა. ჩემს კოორდინატებს თეთრ კარავში ვტოვებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა საინტერესო ისტორიისთვის. მე ერთი კვირით გემშვიდობებით ძვირფასო მსმენელებო და იმედია ისევ შევხვდებით ერთმანეთს ახალი ამბებით და საინტერესო თემებით. მომავალ შეხვედრამდე.